კიდევ ერთხელ ყველას. დღეს ვიმყოფებით ჭიათურაში. აბა როგორ ვარ ხალხო, ხო გვაქვს мотивация ძლიერი? ძალიან კარგი. ხოდა ესეთი мотивация გაგვაძლიერებს ჩვენს. ამიტომ უფრო ძლიერი мотивация და ხმა რომ გქონდეს, უფრო მეტად რომ მიიღოთ მნიშვნელოვან განაწყვეტილებებში მონაწილეობა, შევიკრიბოთ რაც შეიძლება ერთად. ვიცით რომ სიცხეა გვაწუხებს მზე, მაგრამ მზეზე მეტად გვაწუხებს ძალიან ბევრი პრობლემები და ამ პრობლემების წინაშე დგავართ ჩვენ ხალხი, დაზარალებული მაღაროელები და დაზარალებული ჭიათურელები და ვინც სოლიდარობა გამოგვიცხადა და მომგზავნა დღეს აქ. ამიტომ გავიჭიროთ ყველამ შევგვედეთ ჩვენს წინ და ვისაუბროთ იმ საჭიროებო საკითხებზე, რაც ჭიათურას ადგენს დღეს. ერთი თვე გავიდა უკვე, 30 დღე გავიდა, რაც საპროტესტო აქციას ვმართავთ ჭიათურაში და არა მარტო ჭიათურაში. და მიუხედავად ამისა, რომ ეს არის უპრეცედენტო დრო ჭიათურის გაფიცვის და პროტესტის ისტორიაში, ამის მიუხედავად მაინც არ არის შედეგი ხელშესახები. ეს მიუთითებს იმას, რომ ძალიან გულგრილად ეპყრობა როგორც კომპანია, ასევე პროფკავშირები და რაც მთავარია სახელმწიფო ხალხს და ამ პრობლემას. ეს არის მთავარი უბედურება. ერთადერთი გამოსავალი და გამარჯვებისკენ მიმავალი გზა არის ხალხის ერთიანობაში და ეს ერთიანობა უკვე მესამედ ჭიათურაში ვაჩვენეთ ჩვენ მთავრობას, ვაჩვენეთ ჩვენს კომპანიას, რომ ჩვენ შეგვიძლია სოციალურ საკითხებზე და სოციალურ პრობლემებზე გაერთიანება და გაძლიერება და ჩვენი ძალის ჩვენება ყველასთვის. მაგრამ სამწუხაროდ თვალები დახუჭული და ყურები დახშული აქვთ. თამაშობენ ჩვენს სიცოცხლეზე, თამაშობენ ჩვენს ოჯახურ მდგომარეობაზე და ერთი სული აქვს, რომის გავხდებით ფიზიკურად და რომის გავხდებით ფინანსურად. რომ დაიშალოს პროტესტი, ვეღარ შეძლოს ხალხმა ერთმანეთისთვის სოლიდარობის გამოცხადება და ისევ დაიწყოს ღია კარიერული წესით მოპოვება, გამდიდრება, გატანა, რაც არაფერს საკეთილდღეოს ჭიათურას და მაღაროელებს არ მოუტანს, რადგან გვაქვს 4-თვიანი გამოცდილება იმისა, თუ რა შედეგი მოიტანა მხოლოდ და მხოლოდ ღია კარიერულმა მოპოვებებმა. მე არ მინდა თქვა ის, რომ ჩვენ გვეწინააღმდეგებით, ან ისინი გვეწინააღმდეგებიან ჩვენ. მე მინდა თქვა, რომ არ უნდა იყოს ხელის შემცვლელი ფაქტორი. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ჭიათურის კეთილდღეობა როგორ შეიძლება იყოს უკეთესი და ფაქტებმა გვაჩვენა, რომ თუ დაიხურება მაღაროები, თუ დარჩება უმუშევარი 3620 მაღაროელი და მისი ოჯახი, დარჩება მშიერი ჭიათურა სრულიად. ეხლა არ მინდა რომ დაგამძიმოთ, უკვე საზეპიროდ იქცა ის სიტყვები, რასაც ვამბობ და ვაჟღერებთ აქ. მოხდა ძალიან ბევრი ფაქტი მეორე შეკრებიდან დღემდე, რასაც ნელ-ნელა დეტალებში გავშლით. მე მინდა ამ ეტაპზე შევეხო ერთკვირიან ჩვენს ვიზიტს თბილისში, იმ სტრატეგიულ ობიექტებზე მისვლას, სადაც გავაჟღერეთ
ჩვენი გაჭირვება, სადაც ვამხილეთ დანაშაულებში კომპანია და ის ადამიანები, ვინც პირდაპირ არის დამნაშავე იმ მდგომარეობისა, რაც დღეს ჭიადურას ჭირს. პირველ რიგში ვიმყოფებოდით მთავრობის კანცელარიასთან საკმაოდ მრავალრიცხოვანი აქცია გამოვიდა. ეს გახდათ გასული კვირის ორშაბათი დღე და გვქონდა მხარდაჭერა თბილისელების და საქართველოს სხვადასხვა მოქალაქეების მივაწვდინეთ მთავრობის კანცელარიას ჩვენი ტკივილი. მივაწვდინეთ მთავრობას ჩვენი გასაჭირი და აუხსნებით. რატომ იყო მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჩვენი ჩართულობა ამ კრიზისის მოგვარების გზებში, დიალოგის შემთხვევაში, სამხრივ კომისიაში? ცოტა ხნით გავწვევ, აი შეხედეთ ჩვენი მხარდამჭერები თბილისიდან როგორი პლაკატებით მოემართებიან აქციისკენ, ჩვენსკენ, აი ზუსტად ესეთი ბუხარეტას იმსახურებს ეს ადამიანები, ვინც გვერდით გვინდას დღედაღა, რომ მშრომელთა კლასი, მშრომელი ხალხი იყვნენ წარმატებულები, იყვნენ ბედნიერები, გრძნობდნენ უსაფრთხოდ თავს, როგორც თავის ქვეყანაში, ასევე თავის სამუშაო ადგილზე. რაც შეეხება თბილისის ვიზიტს, ჩვენ ასევე ვიმყოფებოდით პროფკავშირების სასახლესთან და ვამხილეთ დანაშაულებებში, რაც ჭიათურის მუშათა კლასთან და პროფკავშირების წევრების წინაშე აქვს ჩადენილი პროფკავშირების გაერთიანებას. კერძოდ, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის დარგს და ზოგადად გაერთიანებას ირაკლი პეტრიაშვილის თანადობით. ალბათ ნახავდით ჩვენ სოციალურ გვერდიდან, როგორ ყაჩაღურად დაგვესწრნენ თავს, სიტყვიერი შეურაცხყოფები მოგვაყენეს, თუმცა ჩვენი გვეკისრა ძალიან დიდი ვალდებულება პირველ რიგში თქვენთან და არ გვქონდა უფლება პროვოკაციებზე გეპასუხე შესაბამისად. ამიტომ პასუხებმა გადაიწია მეორე ფლანგზე, ჩვენ ეს ბრძოლა გვაქვს ბოლომდე მისაყვანი და შესაბამისად ყველას გაეცემა პასუხი დამსახურებისამებრ. პროფკავშირების სასახლესთან გამართული აქციის პერიოდში ლოგიკური შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ესენი არიან არა მშრომელი ხალხის უფლებადამცველები, ესენი არიან ბანდიტური დაჯგუფებები. ესენი ვერ აწარმოებენ ვერანაირ დიპლომატიურ დიალოგს, ვერც დამსაქმებელთა გაერთიანებასთან და ვერც სახელმწიფოსთან. როგორი განათლების დაბალი დონეც აჩვენეს მათ ჩვენს მიმართ, ზუსტად ესეთი იქნებიან ნებისმიერ უწყებასთან წარდგენისას. ამიტომ უცხადებთ სრულ უდობლობას და კიდევ ერთხელ აქედან მოვითხოვთ სამმხრივ კომისიურ რეჟიმში, სადაც ჩართულია სახელმწიფო, სადაც ჩართულია დამსაქმებელთა გაერთიანება, რომლებიც იკვლევენ კრიზისებს ჭიათურაში და განიხილავენ გამოსავლის გზებს, თუ როგორ ამოქმედონ მაგაროები, როგორ დაასაქმონ დააბრუნონ სამსახურებში 3620 ადამიანი. აი ამ სამმხრივ კომისიაში აუცილებლად უნდა იყოს მშრომელი ხალხის წარმომადგენლები, იყოს ნებისმიერი პენტაგანი, ომარ პეტრიაშვილი, რადგან იმდენჯერ მოგვაყუა, იმდენჯერ გაგვაცუცურეკა. არ არის ჩვენგან ლეგიტიმირებული, არ არის ჩვენგან ნდობით აღჭურვილი პროფკავშირების გაერთიანება.
მიგვაჩნია რომ როგორც 2023 წელს აუმოჩნდით მოტყუებულები იურიდიული დოკუმენტაციის გაფორმების დროს ანალოგიური მოტყუება იქნება ეხლაც და ეს გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად იქნება წამგებიანი ჭიათურისთვის და მინდა გითხრათ თუ ჩვენ ამ ბრძოლაში ვერ მივახცევთ ხალხო წარმატებას რაც მოითხოვს უამრავ ადამიანურ რესურსს, გონებრივ რესურსს, ფინანსურ რესურსს, თუ ჩვენ ეხლა ვერ გადავტეხავთ ამ ბრძოლას ჩვენთვის სასიკეთოდ, მე მიიჩნევაში დაბეჭდილება, რომ ამ ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ ექნება ჩემი მხრიდან. აუცილებლად გავაკეთებ გამოსამშვიდობებელ განცხადებას, დაგემშვიდობებით და ისეთი სუფთა ხელებით და სუფთა გულით წავალ ამ საპროტესტო აქციიდან, როგორი სუფთა გულით და სუფთა ხელებითაც მოვედი 2019 წელს. ამიტომ ყველამ კარგად გავისიგზაგანოთ იმ პრობლემისა, რაც დღეს ჭირს ჭიათურას. აქ უნდა იყოს ძალიან ბევრი ადამიანი და ჭირდება ძალიან დიდი მხარდაჭერა, როგორც მოსახლეობისა, ასევე დასაქმებულებისა, რომ არ იყოს მაღალად და გარკვეული ჯგუფი მარტო, არ მიაყენოს შეურაცხყოფა ვიღაც უსინდისო პროკავშირების ხელმძღვანელებმა და როგორ მიგაჩნიათ ადამიანთა ჯგუფმა, უბრალოდ არა ადამიანთა ჯგუფმა, რომლებმაც ჩვენი სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს და ფიზიკურად ეთადნენ შეურაცხყოფის მოყენებას. ეს მარტო ჩვენზე იგრძენი, ჩვენ მოგვაყენეს, ჭიათურას მიაყენეს. 3600 დასაქმებულს მიაყენეს ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. რადგან ჩვენ ვართ თქვენი ხმა, რადგან ჩვენ ვართ თქვენი სახე და ამას იქ ჩვენ არანაირი ძალა, არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია. და თუ ეს რესურსიც იქნება ხელიდან გამოცვლილი გარკვეული მაქინაციების შედეგად, რაც მოარული ჭერების დონეზე უკვე დადის და ვიცი, თუ მოექცევით იმ ზეგავლენის ქვეშ, შანტაჟის ქვეშ, რასაც სხვადასხვა უწყებები ავრცელებენ დასაქმებულებში,